მოგესალმებით ეთერშია გადაცემა ფაქტორი პაატა ბაირახტართან ერთად, რომელიც ყოველ 4 შაბათს საღამოს ზუსტად 8 საათზე გადის ეთერში და სადაც ჩვენი საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე საუბრობთ. დღევანდელი ჩვენი ეთერი კი სრულად დაეთმობა ქვეყანაში მქონების გადასახადს და თუ თვლით რომ ეს თქვენ არ გეხებათ, ცდებით იმდენად, რამდენადაც მოძველებული მეთოდოლოგიისა და საკმაოდ დაბალი ზღვარის გამო პრაქტიკულად და უხეში გათვლებით მქონების გადასახადის გადახდა თითქმის ყოველ მესამე ჩვენს თანამოქალაქეს უწევს. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად და გავიგებთ თუ რა შემოსავალზე გიწევთ მქონების გადასახადის გადახდა, რა ქონება იბეგრება კანონით და რაც მთავარია არ გადახდის შემთხვევაში რა სანქციების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი თანამოქალაქე. ჩვენი სტუმრები კი არიან ბორის სოლომონია, ფინანსისტი, გირჩის წევრი და დავით პაპიაშვილი, კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი. ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. სანამ უკვე თქვენთან გადმოვიდოდე კითხვებით და ჩვენს მაყურებელს უფრო დეტალურად აუხსნიდეთ არსებულ პრობლემასა და მოდი შევთანხმდეთ რომ გარკვეულწილად უკვე პრობლემა ჩამოყალიბდა ეს ნაწილი. მანამდე ჩვენმა გუნდმა ძალიან საინტერესო სიუჟეტი, საინფორმაციო და მიმოხილვითი ხასიათის საინტერესო სიუჟეტი მოამზადა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რომელიც შეგვიძლია ვნახოთ ერთად და უკვე შემდეგ სტუმრებთან ერთად ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. 17 ნოემბერს მქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება. დეკლარაციის წარდგენას ფიზიკურ პირებს კანონი 3 ნოემბრის ჩათვლით ავალდებულებდა. გადასახადის გადახდა უწევს ყველას, რომელთა ოჯახის გასული წლის საერთო შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება. არ დაგავიწყდეთ 40,000 ლარი განსაზღვრულია 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. პოლიტიკოსები, ფინანსისტები და ეკონომისტები ამბობენ, რომ ინფლაციის, ლარის გაუფასურებისა და ნომინალური შემოსავლის ზრდის პირობებში 20 წლის წინ დაწესებული ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის საშეღავათო 40,000 ლარიანი ზღვრის სასწრაფოდ მოდიფიცირებაა საჭირო. სტიპენდია, პენსია ისეთი ძალიან მცირე შემოსავლებით, თუ უკვე ეგენიც კი და რამდენიმე წევრია ოჯახში, ეგენიც კი უკვე აღწევენ 40,000 ზღვას. არ არის ადეკვატური ცხადია, ეს ზღვარი არის გასაზრდელი, მინიმუმ უნდა გავორმაგდეს, მე ვფიქრობ 100,000 ლარამდეც რომ გაიზარდოს, რელევანტური იქნება უკვე. დღეს ის 40,000 ლარი პრინციპში არის საშუალო დაბალი შემოსავალი წლიურად. შეიძლება ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ამაზე ნაკლები შემოსავალი ვისაც აქვს, ის უკვე შეიძლება ითქვას სიღარიბის ზღვარს მიღმა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ ეს ზღვარი არის გასაზრდელი, თუმცა რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თვითონ ფინანსთა სამინისტრო მუშაობდა მოდელზე, ცვლილების რომ ეს იყოს დამოკიდებული არა შემოსავლის ოდენობაზე, არამედ ქონების რაოდენობაზე. უკვე იმდენად გაუფასურდა ლარი, რომ ეს ზღვარი ძალიან დაბალი აღმოჩნდა. ამიტომ როგორც მინიმუმ რომ თავდაპირველ მიზნებს დაუბრუნოთ, ასე ვთქვათ, ეს გადასახადი, ეს ზღვარი რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს? 2-ჯერ, შეიძლება 3-ჯერ რადგან კი რომ ისევ იგივე პროპორციით შეეხოს საზოგადოებას, როგორც ადრე იყო. როდესაც ამ კანონს ღებულობდით ჩვენ, მაშინ, საშუალო მე ვიყავი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. ეს ნაწილი ჩემი ხელით არის დაწერილი. 40,000 ლარამდე განთავისუფლების წესი ჩემი ხელით არის დაწერილი. ის რაც კარგი იყო 20-22 წლის წინ, დღეს უკვე ცუდია. პრობლემას ფინანსთა სამინისტროც აღიარებს, თუმცა მოგვარებას არ ჩქარობს. წლებია უწყება მოგების გადასახადის რეფორმას გვიანონსებს, თუმცა მუშაობისთვის ითხოვენ დროს, ისე რომ არასახელებენ კონკრეტულ ვადას. ერთადერთი რაც მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ცოტა ხნის წინ გადაჭრით თქვა, ისაა რომ ახალი მოდელი წელს არ დაინიცირდება. ერთადერთი არგუმენტი, რაც ფინანსთა სამინისტროს მიერ ქონების გადასახადის რეფორმის შემაფერხებლად სახელდება, ისაა რომ ეს გადასახადი თითოეული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დააკლდება და ბალანსის ბერკეტები ამოსაფიქრებელი. უწყების ეს არგუმენტი ფინანსისტების ნაწილისთვის მისაღებია, თუმცა ოპოზიცია აქ პოლიტიკური ნების არარსებობას უფრო ხედავს, ვიდრე რეალურ ფინანსურ წინააღმდეგობას. ჯერ 40,000 ლარიანი ზღვარი გასაზრდელია, როგორც მინდა, თუ საერთოდ გადავა ახალ მოდელზე, რაზეც თავად ფინანსთა სამინისტროც საუბრობდა, ალბათ ეს უკეთესი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე რატო იკავებენ თავს, არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ ეშინიათ რაღაცა ბიუჯეტში შემოსავლების დაკრების. არ დაინიცირების მიზეზი არის ის, რომ ზოგიერთ თვითმმართველობას დააკლდება შემოსავალი. ну ეს ახლა მნიშვნელოვანი არგუმენტია, ხო, ახლა გადამხდელებსაც ცხადი აინტერესებს საგადასახადო ტვირთი, ხო, ჩვენ გადასახადს გადამხდელებს გვაინტერესებს ამ რეფორმის შედეგად გაიზრდება თუ არა საგადასახადო ტვირთი ჩვენთვის, მაგრამ საგადასახადო ორგანოს და სახელმწიფოს ცხადი აინტერესებს
შემოსავალი ხომ არ დააგდება ბიუჯეტს. ეს გადასახადი რომ შევცვალოთ, თურმე დაახლოებით 300 მილიონი დააგდებაო მუნიციპალიტეტებს. ამაში არის დემაგოგია, აქ იგულისხმება ფიზიკური პირის ქონების გადასახადი და მართლაც საწარმოები და უამრავი სხვა ობიექტები, რომლებიც ბიზნესია, იხდიან ამ გადასახადს და მუნიციპალიტეტში მიდის. მაგრამ ფიზიკური პირების ქონების გადასახადი სულ 50 მილიონი ლარი არის წელიწადში. გავყავთ ეს ახლა 70 მუნიციპალიტეტზე ან რაიონზე და თითოს მოუწევს რაღაც ასე ვთქვათ ლარების გადახდა და არავითარი კავშირი ადგილობრივ ბიუჯეტებთან ამ გადასახადის რეფორმას არ აქვს. თუ პრობლემა არის, რომ თქვა ზუგდიდს ან ლაგოდეხს დააკლდება ფული, უბრალოდ შემდეგი ბიუჯეტის დაგეგმისას შეიძლება ამის კომპენსირება, ამაში არანაირი პრობლემა არის, მით უმეტეს რომ ამ გადასახადის, ქონების გადასახადის შემოსავლები ძალიან მარტივად პროგნოზირებადია. რეალური პრობლემა ის არის, რომ თვითონ პოლიტიკური ნება არსებობს, აგერ ხალხი იბეგრება, უფრო და უფრო მეტი ადამიანი იბეგრება, უფრო და მეტი ფული შემოდის ბიუჯეტში და რატომ შევწუხოთ თავი? ეს არის ერთადერთი მიზეზი. ფინანსთა სამინისტროს თხოვეთ განემარტა, რატომ არ იზრდება წლების განმავლობაში 40,000 ლარიანი ზღვარი ქონების გადასახადზე. ხომ არ არის ეს მთავრობისთვის ბიუჯეტის შევსების ყველაზე ადვილი და მოსახერხებელი არხი, რომლის დათმობა არც ისე მარტივია ხელისუფლებისთვის. ისიც გვაინტერესებდა ესტონური მოდელის შემოღებას განიხილავენ თუ სხვა ქვეყნის პრაქტიკების კომბინაციას უნდა ველოდოთ. თუმცა უწყებამ ამ კითხვებზე არ გვიპასუხა. სამაგეროდ ქონების გადასახადის აბსურდულობაზე ღიად გველაპარაკებიან ოპოზიციიდან. მაგალითად, გირჩში მიაჩნიათ, რომ ქონების გადასახადი საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან მოქალაქეს პირდაპირი და არაპირდაპირი, ანუ ეგრეთ წოდებული უჩინარი გადასახადებით იმდენად ბევრის გადახდა უწევს, რომ დამატებით ქონების გადასახადი ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ფინანსური ამორალობაა და მეტი არაფერი. ერთ-ერთი ყველაზე თქვათ ამორალური გადასახადია სხვებთან შედარებით, როგორც მაგალითად აქციის გადასახადი, თუ აქციის გადასახადი ღარიბების დაბეგვრა, ქონების გადასახადი ყველა შეიძლება ეხებოდეს, ან შეიძლება ჩვენ როგორც შემოშეთხოვათ შედარებით დიდრებს უფრო ეხებოდეს, მაგრამ ეს ფაქტურად დაბეგვრა იმის, რაც უკვე რამდენჯერმე დაიბეგრა და უკვე არანაირი საჭიროება აღარ არსებობს. DGG იქნება ეს კომპანიების მოგების გადასახადი, სამპენსიო შენატანი და ასე შემდეგ, აქციზები მაგალითად. ეს გადასახადები ასე პირდაპირ არ ჩანს და მიუხედავად იმისა, რომ მაინც საბოლოო ჯამში მომხმარებელს აწვება გაზრდილი ფასების სახით, ვინაიდან არ ჩანს ადამიანი ვერ აფასებს, რამდენად იბეგრება სრულფასოვანად და ვერ ხედავს ასე ვთქვათ, რამდენია მისი წვლილი იმ ფულში, რომელსაც მთავრობას აქვს. გირჩის პოზიციას არიზიარებს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. ზურაბ ძნელაშვილი ამბობს, რომ ქონების გადასახადი ისტორიულად გამართლებულია და ყველა ქვეყანაში არსებობს. მიწის და ქონების გადასახადი ისტორიულად რაც გადასახადი არსებობს ყოველთვის იყო და გადასახადი რომ გაუქმდეს რითი უნდა იარსებოს სახელმწიფო გადასახადებზე დგას სახელმწიფო ხო ყველაზე მთავარი ძირითადი შემოსავლის წყარო არის საგადასახადო შემოსავლები. ეკონომისტების ნაწილის აზრითაც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის პრინციპის ცვლილება იქნებოდა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი. შეიძლება ადამიანს, ანუ ოჯახს პირობითად ჰქონდეს თუნდაც 100,000 ლარამდე წლიური შემოსავალი, მაგრამ ჰქონდეს ერთი ქონება პირობითად, ხო? აი რატო უნდა გადავახტევინოთ ამ ადამიანებს წლიურად ამ ქონების გადასახადი? საქართველოში ფიზიკური პირების შემთხვევაში ქონების გადასახადს ბევრი თავს არიდებს. ზოგმა არც იცის, რომ ამის ვალდებულება აქვს. ზოგი შეგნებულად არ იხდის, რადგან წლების განმავლობაში ხედავს ადმინისტრირების სისუსტეს, თუმცა თუ ხელისუფლებამ მისი მკაცრი აღსრულება მოინდომა, დეკლარაციის წარუდგენლობაზე სოლიდური ჯარიმებია და როგორც ოპოზიცია ამბობს, ეს ხელისუფლების ხელში არსებული კარგი სადამსჯელო ბერკეტია, რომელსაც როცა უნდა შერჩევითად საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქვეყანა ზის ბომბზე. რეპრესიების ინსტრუმენტად შეიძლება იქნას გამოყენებული ეს ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება წინასაარჩევნო თუ სხვადასხვა მიზეზების გამო არავის არ ეხებოდა, ჯარიმებები და ასე ვთქვათ, სხვა მექანიზმები არ არის მოქმედებული, არადა საშინელი ჯარიმებია, ყოველდღიური ჯარიმა თითოეულ გადაცირებულ დღეზე. ამ გადასახადის ადმინისტრირება არის ძალიან გართულებული. პრინციპში არც ინდომებს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, რომ მოძებნონ, თქვათ, ვის აქვს, ძალიან მარტივად შეუძლიათ, ხო ეს, მაგრამ არ აკეთებენ. როგორც ჩანს, რაღაცა ეს ლოიალური მოდელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიცი, ჩემს ირგვლივ, შეიძლება გქონდეს ეს შემოსავალი, მაგრამ უბრალოდ არ რეგისტრირდება.
არსებობს უმარტივესი ლოგიკა. რაც უფრო მეტი ფული აქვს მთავრობას, მით უფრო ნაკლები ფული აქვს ხალხს. იდეალურ შემთხვევაში პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული ხელისუფალი გადასახადებს და ამ გადასახადებზე განაკვეთებს მინიმუმამდე უნდა ამცირებდეს. ამოღებულ ფულს კი ისევ ხალხის საჭიროებებს ახმარდეს. და როგორ ხდება ეს ქართულ რეალობაში? ბრუნდებით ეთერში და უკვე აღნიშნულ თემაზე საუბარი ჩვენს სტუმრებთან ერთად უნდა გავაგზავნოთ. ბატონ დავით, მოდი დავიწყოთ თქვენით და პირველ რიგში ძალიან საინტერესო იქნება განმარტებებით დავიწყოთ. ვის უწევს ქონების გადასახადის გადახდა და რაც მთავარია და რაც ნიშანდობლივია, მიმდინარე წელს შეიქმნა გარკვეული აჟიოტაჟი აღნიშნულ ნაწილში, თითოეულმა ჩვენგანმა ვნახეთ რიგები შემოსავლების სამსახურთან და ასე შემდეგ. რამ გამოიწვია ეს გარკვეული აჟიოტაჟი? კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ყურებელს და მადლობა თქვენს ეთერში მოწვევისთვის. იცით, ხო ანუ პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ შემოსავლების სამსახურის განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ანუ სხვა არაფერი არ შეცვლილა ამ კანონმდებლობის ნაწილშიო და ანუ ეს მღელვარების საფუძველი არ არსებობსო. ანუ საქმეც იმაშია, რომ ანუ არაფერი რომ არ შეცვლილა და ეს ზღვარი რომ არის გაჩერებული ერთ ადგილას, ანუ ერთ ნიშნულზე ესე რომ ვთქვათ. ამან გამოიწვია ის, რომ გრძელვადიან პერიოდში ეხა ხელფასების მატება საქართველოში არ ხდება ესე რომ ვთქვათ ძალიან მაღალი ტემპით, ხო, მაგრამ აი 20 წელი რო ავიღოთ, ხო, ანუ 20 წლის პერსპექტივაში, როცა დაწესდა ფაქტიურად 20 წლის წინ ეს ზღვარი, ანუ ბუნებრივია, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, ანუ წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდება ამ ზღვარს, ეხა ელემენტარულად 20 წლის და 10 წლის წინანდელი ხელფასები რო შევადაროთ, ანუ გარკვეული ზრდა არის, ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავუშვათ რეალური მსყიდველობითი უნარი იზრდება, ანუ ვიცით, რომ ფასები რამდენჯერმე გაიზარდა ამ პერიოდში და პროდუქცია ძვირდება და რეალურად ფულის მსყიდველობითი უნარი არ იზრდება იმ ტემპით, როგორც შეიძლება ესე რომ ვთქვათ, ის რეალური ხელფასის ზრდა იყოს. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იწვევს ხელფასების და იწვევს იმას, რომ გარკვეული პერიოდულობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდება, შეიძლება ყველა ადამიანს ეს ჯერ კიდევ არ უწევს და რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ უწევს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ წელს იყო პირველი წელი, როცა, ანუ ალბათ უფრო იმაზე მეტი ადამიანი გადაცდა 40,000 ლარიან ზღვარს, ვინაიდან საუბარი არის რაზე? საუბარი არის ბინასახლი და მანქანის დაბეგვრაზე, ანუ მიწაზე ქონების გადასახადი კიდე ცალკე არის, რომელიც არ არის დამოკიდებული. მოგვიანებით აუცილებლად შევეხებით ამ თემასაც უფრო დეტალურად კი. აი ბინასახლი და მანქანაზე რო ვისაუბროთ, ანუ ოჯახის შემოსავალი თუ გაცდა 40,000 ლარს, უკვე ამ ქონების საბაზრო ფასიდან, ანუ მაქსიმუმ 0.2% მოუწევთ ამ ბინასახლი მანქანის საბაზრო ღირებულებიდან, ან 100,000 თუ გადაცდა, მაქსიმუმ 1%. და გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის შემოსავალზეა საუბარი და ოჯახად როგორც წესი ითვლებიან მეუღლეები, ვინც არიან რეგისტრებულ ქორწინებაში, 40,000 ლარი რო გავყოთ დაუშვათ ორ ადამიანზე, მეუღლეებზე, რომ ესე რომ ვთქვათ, გავყოთ 12-ზე და რომ ამოვიღოთ აქედან საშემოსავლო გადასახადი. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ეს. ამას უნდა მიაქციოს ჩვენ მაყურებელს ყურადღება, კი ბატონო. გამოდის, რომ საშუალოდ 1350 ლარი რო კონდეს თითო მეუღლეს, ანუ ეს ნიშნავს, რომ ეს ოჯახი უკვე ცდება 40,000 ლარს და მათ მოუწევთ ამ ქონების დაბეგვრა. რაც ახლა 1350 ლარი, ახლა მესმის, რომ ყველა ადამიანს სხვა ანაზღაურება აქვს, მაგრამ ამას ვერ დავარქმევთ ისეთ მაღალ ანაზღაურებად, დიდ თანხას ვერ დავარქმევთ, ხო? ამიტომ მოხდა ის, რომ ბევრი ადამიანი გადაცდა წელს ამ ზღვარს, ჩემი ვარაუდით იმაზე უფრო მეტი ვიდრე ალბათ შეიძლება წინა წლებში იყო, თუმცა ყოველ წელს ემატება ესეთი ადამიანები და ამიტომ მოხდა ეს აჟიოტაჟი, იმიტომ რომ განსაკუთრებით ეს პრობლემური არის მაშინ, როდესაც ადამიანი პირველად გადაცდება. ანუ თუ ამ დეკლარაციას აბარებს ადამიანი 10 წელი, ხო, იმას ამდენი კითხვა არ უჩნდება. და ადამიანმა რომელმაც პირველად გაიგო რა არის ქონების გადასახადი და როგორ დაითვლება და ვის ჩაეთვლება და ასე შემდეგ, ეს შემოსავალი ვის ჩაეთვლება, როგორ ჯამდება, ანუ ესეთი პირებთან მიმართებაში ეს განსაკუთრებით იყო პრობლემური. ამას ემატება ისიც, რომ მარტო ხელფასი არ არის საუბარი და საშემოსავლოს ჩათვლით ხელფასის დაჯამებაზე, საუბარი არის ყველანაირ შემოსავალზე, ანუ ფაქტიურად ეს იქნება ქონების გაყიდვიდან ნამეტი, ეს იქნება დივიდენდის მიღება, აი პენსიაც კი, პენსია რომ მიიღოს ანუ ოჯახის წევრმა
მას ჩაეთვლება ესე რომ ვთქვათ ეს შემოსავალში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირისგან მიღებული, არა ოჯახის წევრისგან მიღებული საჩუქარი დაუშვათ, ანუ ქონების ჩუქებით მიღება და ასე შემდეგ. გამონაკლისები არსებობს, რა თქმა უნდა, რაც არ ჩაითვლება ამ შემოსავალში. ძალიან საინტერესოა ეს გამონაკლისების ვახსენოთ. აი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ერთ-ერთი მთავარი გამონაკლისი, რაც არ ჩაითვლება ამ 40,000 ლარიან ზღვაში. ეს გახლავთ ოჯახის წევრისგან მიღებული ჩუქებით და მემკვიდრეობით მიღებული თანხები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პუნქტი, ანუ თუ ადამიანს ვაღიარებთ ოჯახის წევრად, მაშინ მისგან ჩუქებით მემკვიდრეობით მიღებული ქონება არ ითვლება შემოსავალში. გამონაკლისი არის ასევე საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტების შემოსავლები, ანუ ამერიკაში მაგალითად წასული ან ევროპაში წასული ადამიანი სამუშაოდ, მას იქაური შემოსავლები არ ჩაერთვება, ხო? თუმცა საჩუქრად რომ მივიღოთ ქონება არა ოჯახის წევრისგან, მეგობრისგან იყო ძალიან ბევრი კითხვა. დიახ, კი ბატონო. კი ბატონო. ბორის, ძალიან საინტერესო არის. დავითმა ახსენა კიდეც, რომ 20 წელია ეს ზღვარი არ შეცვლილა. პირველ რიგში რამდენად ადეკვატური არის დღეის მდგომარეობით აღნიშნული ზღვარი და რაც მთავარი არის, რატომ არ იცვლება იმის მიუხედავად, რომ ყველანი ვთანხმდებით, როგორც სპეციალისტები, ისე რიგითი მოქალაქეები და სხვათა შორის ცოტა მოგვიანებით ჩვენ გამოკითხვასაც ვნახავთ, სადაც ჩვენი მოქალაქეების პოზიცია ძალიან ნათლად არის დაფიქსირებული აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რატომ არ იცვლება ეს ზღვარი, მაშინ, როდესაც ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს ზღვარი ვეღარ აკმაყოფილებს ვერანაირ პარამეტრს, მათ შორის თავად ოფიციალური სტრუქტურების მიერ იმდენად რამდენადაც ახლა ჩვენ თუ შევხედავთ საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს, საშუალო ხელფასი ქვეყანაში რამდენია? 2200 ლარს აღწევს, ცოტა მეტია კიდევ საქსტატის ოფიციალური ხელფასი და გამოდის რომ საქსტატისვე ინფორმაციით თუ ქვეყანაში ადამიანს საშუალო ხელფასი აქვს, მას ქონების გადასახადის გადახდა უწევს. რაც პრინციპში თავის ლოგიკასვე, კი ბატონო, ეწინააღმდეგება. რა არის ამის მიზეზი? ხო, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს პრინციპში. თან შეთანხმების ნაწილშიც მანდ ერთი პრობლემაა, რომ შეიძლება ჩვენ ხა თანხმდებოდეთ, მაგრამ ხელისუფლება ასვერად არ უთანხმდება არავის ამ საკითხს. მეორე ნაწილი ის არის, რომ საბოლოო ჯამში ესე ადეკვატური ზღვარის დადგენა, ჩემი აზრით საერთოდ რო არ არსებობდეს ეს გადასახადი, იქნებოდა ყველაზე ადეკვატური ზღვარი. არანაირი ზღვარი რო არ იყოს და მივალთ მაგამდე აუცილებლად, კი ბატონო. თუმცა თვითონ ქართული ოცნების მმართველობა რო შევაფასოთ და მათი პერიოდი რომ ავიღოთ, რა მაშინ საშუალო ხელფასი იყო დარიცხული, ანუ საშემოსავლო ჩათვლით იყო 712 ლარი. დღეს არის 2170 ლარი, მათივე შეფასებით, ხა დანარჩენზე რო ვისაუბროთ, რამდენად სწორია ეს სტატისტიკა და ასე შემდეგ. მან რო არ ჩავიდეთ და მაგ შეფასებებში გამოდის რომ 2012 წელს, მაშინ, როდესაც მათ მმართველობა დაიწყეს, აი ეს ზღვარი 40,000 ლარიანი ზღვარი რაც იყო, ნიშნავდა იმას, რომ ადამიანს უნდა ჰქონოდა საშუალოზე დაახლოებით 4.5-ჯერ მეტი ხელფასი, დარიცხული იმისთვის, რომ მოხვედრილიყო სიაში, სადაც უწევდა ამ ქონების გადასახადის გადახდა. ეხლა უკვე მივედით იმ სიტუაციაში, სადაც მხოლოდ რაღაც 22%-ით მეტი თუ გაქვს, მოგ მარტო ვამბობ, ეხლა არ ვამბობ ოჯახთან ერთად როცა ხარ. კი ბატონო. როცა მარტო ცხოვრობ ადამიანი, თორე ხო, თურმე დემოგრაფიასაც ხელს უშლის ეს გადასახადი შეიძლება ბრალდებოდე მაგით. თუ მეტი, ანუ 22%-ითაც მეტი თუ გაქვს, უკვე მათ ზღვაში ხვდები და უკვე გიწევს ქონების გადასახადი. რო ავიღოთ ინფლაცია, ცოტა ბევრი ლაპარაკი რო არ გამომივიდეს. ინფლაცია რო ავიღოთ, დავამოკლოთ. 2012-დან რო ავიღოთ, 75% არის გაზარდილი ფასები, ხო? სამხობ ფასები. საბოლოოდ გამოდის, რომ ადამიანი, რომელიც მაშინ ცხოვრობდა და უწევდა ამ გადასახადის გადახდა, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში, 4.5-ჯერ უკეთეს მდგომარეობაში იყო დღევანდელზე, პლუს ფასების გათვალისწინებით ახლანდელ ადამიანებს გაუჯურდათ პროდუქცია 75% და გასათვალისწინებელია, რომ თვითონ იმ ქონებაზე, რომელ ქონებაზეც მათ გადახდა უწევთ, ისიც გაძვირდა თუ პატიოსნად შეავსებენ ამ დეკლარაციებს და გაითვალისწინებენ იმ საბაზრო ფასის ღირებულების ცვლილებასაც. ყოველწლიურად მეტი და მეტი საბაზრო ღირებულებით უნდა შეიტანონ თავის ქონება, თუ გაძვირდა იმ კონკრეტულ მომენტში და შესაბამისად მეტად და მეტად დაიბეგრებიან, მეტად და მეტად დაიჩაგრებიან. რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რატო არ იცვლება ეს ყველაფერი? ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, რეალურად მართლა ამის ფისკალური საბიუჯეტო
ნაწილში ამის მონაცემები მიხედავთ მსხვილი არ არის, რომ ეხლა რაღაც მნიშვნელოვანს უწყვეტდეს სავარაუდოდ ხელისუფლებას. ხო, ფიზიკურ პირებზე რომ ასე ვთქვათ, ჩავშალოთ, ხო და მარტო ფიზიკური პირების შემოსავლები ავიღოთ საბიუჯეტო ნაწილში 50-დან 60 მილიონამდეა, რომელიც ეხლა მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყნის ბიუჯეტს არ დააქცევს ნამდვილად. არ დააქცევს 5% გამოდის, ხო დაახლოებით. მარცხი, ხო და საბოლოო ჯამში ნუ შეიძლება, ჩემი ვარაუდია, შეიძლება ცოტა შეთქმულების თეორიასაც წავაგავდეს, რომ გამომდინარე იქედან, რომ ამასთან დაკავშირებულია მეორე გადასახადიც, მაგალითად ის 300 ლარიანი საბაჟო გადასახადი. აი თუ ეს შეიცვალა, შესაძლებელია საჭირო გახდეს იმ 300 ლარიანი საბაჟო გადასახადიდან დავაკონკრეტებ რა გადასახადია, მაგალითად უცხოეთიდან თუ ფიზიკურმა პირმა რაღაცა შეიძინა და იმას ღირებულებამ გადააჭარბა 300 ლარს, მას უწევს ამაზე დამატებით ღირებულების გადახდა იმპორტის გადასახადის, რაც 18%-ია და შესაბამისად შეიძლება ეს იყოს პრობლემა. იმიტომ რომ ამას მოყვება არ ვიცით ზუსტად რა თანხები შედის ამ 300 ლარებიდან ბიუჯეტში და პლუს ამას მოყვება ლობისტური ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულია, რომ აი ეს ზღვარი, ეს 300 ლარიანი უკვე აღარ გაიზარდოს. შეიძლება ბევრ რამეზე ვილაპარაკოთ, შეიძლება ბევრ შეთქმულებაზე ვისაუბროთ, თუმცა ეს 40,000 ლარიანი ზღვარი თვითონ მართლა არ ადეკვატურია არა ჩემი ხედვებით, არამედ თვითონ ხელისუფლების ხედვებითაც წესით. კი ბატონო, ტექნიკური ნაწილი რომ ამოვწუროთ ბატონო დავით და შემდეგ უკვე გადავიდეთ ბორისმა ახსენა იქ ზოგადად გაუქმება და ასე შემდეგ ამ ნაწილებს შევეხებით ჩვენ დეტალურად ტექნიკური ნაწილი რომ ამოვწუროთ ქონების გადასახადის არ გადახდის შემთხვევაში რა სანქციების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი თანამოქალაქე და შემდეგ უკვე ვნახოთ ზემოთ ხსენებული გამოკითხვა სადაც გავიგებთ ჩვენი მოქალაქეების აზრს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. სანქციებთან დაკავშირებით საქმე არის არაერთ მნიშვნელოვნად იმ გაგებით, რომ ძირითადად არის სამი ვარიანტი, ესე რომ ვთქვათ რა. ანუ ერთი მიმართულება არის, როცა საერთოდ არ ჩააბარა ფიზიკურმა პირმა ქონების დეკლარაცია, მეორე შემთხვევაში არის, როცა აბარებს, მაგრამ დაუშვათ შეიძლება მიედაონ ქონების ღირებულების ესე რომ ვთქვათ შემცირებაზე, ხო? აი პირველი ვარიანტი რო ავიღოთ, აი ბევრ სხვა შორის წელს ბევრი გადაცდა ჩემი ვარაუდით ამ ზღვარს და მე ვფიქრობ, რომ ბევრმა არ შეავსო ეს დეკლარაცია, ანუ გამომდინარე იქიდან რომ ახალი იყო, შეიძლება ვიღაცამ ვერ მოასწრო ამის წარდგენა. აი ამ შემთხვევაში, როცა დეკლარაცია არ არის ჩაბარებული, ეს რომ ნახოს შემოსავლების სამსახურმა, აქ არის ორი ვარიანტი ამ კერძო შემთხვევის დროს. ერთი შეიძლება რომ შემოსავლების სამსახურმა დაურეკოს ამ გადამხდელებს და შესთავაზოს დეკლარაციის გვიან ჩაბარება. ჯარიმა ამ შემთხვევაში იქნება ძირითადი გადასახადის არაუმეტეს 10%-ისა. ნუ შეიძლება 5%-იც იყოს თუ ორი თვე არ არის გასული და უშუალოდ თვენახევ სანამ ორი თვე გავა მანამდე მისცეს შანსი დაზუსტების. ანუ ერთი ვარიანტია რომ აი დაუშვათ 500 ლარი რო უწევდეს ვიღაცას დაუშვათ ჩაბარება გადასახადი 10% იქნება ჯარიმა და იქნება ასევე საურავი რა ძირითადი გადასახადი დაახლოებით 18%-მდე არის. თუმცა ეს არ არის გარანტირებული, ესე რომ ვთქვათ, შეიძლება დაინიშნოს შემოწმება და შემოწმების დროს აღმოჩნდეს, ეხლა საერთოდ ეს გადასახადი არ არის იმ დონეზე არ მოწმდებოდა არასდროს, როგორც ბიზნესის გადასახადები. თუმცა არიან ფიზიკური პირები, ვინც შეამოწმეს და დააჯარიმეს ამ საკითხზე, ხო? აი მეორე შემთხვევაში თუ შემოწმება დაინიშნა და ესე რომ ვთქვათ, სატელეფონო ფორმით დაკავშირება არ მოხდა, 50%-მდე გაიზრდება ჯარიმა და ნუ ჩავთვალოთ, რომ აი შეიძლება ძირითადი გადასახადი თუ 500 ლარია, ფიზიკური პირის ქონების გადასახადი, ერთი იმდენი შეიძლება იყოს ჯარიმა და საურავი, თუმცა შეიძლება 10%-იც იყოს. მეორე სხვა შემთხვევა ვთქვი კიდე შემცირებაზე, აქაც შემცირებული გადასახადის 10-დან 50%-მდე შეიძლება იყოს ჯარიმა და პლუს კიდევ საურავი. კი ბატონო, მოდი ვნახოთ ჩვენი გამოკითხვა და გავიგოთ ზოგადად საზოგადოებას როგორი დამოკიდებულება აქვს ქონების გადასახადთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე აღნიშნულ თემაზე უფრო სიღრმისეული ანალიზი იქნება ძალიან საინტერესო. საერთოდ მაგალითად ფიზიკურ პირებზე აღნიშნული გადასახადის გაუქმების შემთხვევაში რა ეფექტები შეიძლება მივიღოთ. ძალიან საინტერესო გამოკითხვა და ბრუნდებით ეთერში მალე. შემეხო ქონების გადასახადი და ვფიქრობ, რომ გადასახედი არის ეს კანონი, იმიტომ რომ როდესაც ეს თანხის ღრუბი დაწესდა საკმაოდ დიდი ხნის წინ, არც მახსოვს, მაშინ ისეთ ადამიანს ეხებოდა, ვისაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი გააჩნდათ და დღეს უკვე ისეთ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ საკმარისი შემოსავალი, მაინც უწევთ
დიდი თანხების გადახდა, რაც ვფიქრობ, რომ არასწორი არის. ვფიქრობ, თუნდაც იპოთეკით დატვირთული, როდესაც გაქვს ქონება და გიწევს ამ თანხის გადახდა, ძალიან არასწორი არის, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ქონება შენ არ გეკუთვნის მაინც ბოლომდე და საკმაოდ დიდი თანხის გადახდა გიწევს ყოველთვიურად ბანკშიც და ამ ქონების გადასახადის გადახდაც გიწევს. საშინელება. ვინ როგორ პენსია მოემატა 20 ლარით ვაროსტები და ხელფასები გაეზარდათ ამდენი 14000 რაღაც ხო შედარება ხო არის მე ხა ჩვენ მაგალითად სადღაც 500 რაღაც ლარამდე მოგვიწია გადასახადი რო გადათვალო წელიწადში შევოდიდეთ არაფერი არ არის მაგრამ ნუ მაინც არის მაინც რაღაც 40000 ეხლა იმის ფონზე რასაც ეხლა ჩვენ ვისმენთ ტელევიზიით 40 კი არა 400000-იც მე მგონი ცოტა არის. სახელმწიფო რითი იმაშება ამტკიცებს ამათ რომ ეგ არის საჭირო, ეგ არის საინტერესო. ის უნდა გავასაჭირო და გავაპროტესტოთ. და იმათ უნდა დაუწესოს 10 ლარს მომატებენ პენსიას და 20 ლარით იმას ასდიან პროდუქტებს. აი მას მიხედავს იმათ. ხო შეიძლება ბევრს ძალიან დააჭირა ამან. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ქვეყნის განვითარებისთვის ესეც აუცილებელია. სხვათა შორის ნორმალური პროცენტია რა პროცენტულად მე თვითონ ბუღალტერს ვათვლევინებ და ნორმალურია. არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, არ მაინტერესებს. ქვეყანა რომ უკუღმა მიდის რა ვქ. ბრუნდებით ეთერში ბორის ძალიან საინტერესო პასაჟი გააჟღერე კითხვი საუბრის დასაწყისში ქონების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ ნაწილში. აქ ორი მიმართულება უნდა გავმიჯნოთ. აქ საუბარია მაგალითად ფიზიკურ პირებზე ქონების გადასახადის გაუქმებასთან. პირველ რიგში მე ვახსენე კიდეც რომ ამ ნაწილში ბიუჯეტის საშემოსავლო მიმართულებით არსებითი დანაკლისი არ იქნება, ეს არის დაახლოებით 50 მილიონი ლარის. ძალიან საინტერესო არის ამ მიმართულებით რომ წავიდეთ, იგივე რა ეკონომიკური და იგივე სოციალური ეფექტი შეიძლება მივიღოთ და ზოგადად იყო არგუმენტი მაგალითად ფინანსთა მინისტრის რომ მუნიციპალურ დონეზე ეს დააკლდება მნიშვნელოვან წილად მუნიციპალიტეტებს და ამის დაბალანსების ბერკეტი არ არსებობს. რამდენად იზიარებთ ამ არგუმენტს? როგორ უნდა გავიზიაროთ მართლაც რომ თანხებზე, მცირედ თანხებზეა საუბარი, რომ ამის ბერკეტი რა საჭიროება, ანუ არ არის ეს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ბიუჯეტში არ გამოიძებნოს თუ საჭირო ამის საჭიროება არსებობს, მართლა არ გამოიძებნოს საჭირო რესურსები იმისთვის, რომ მიემართოს ამ მუნიციპალიტეტებში. იმიტომ რომ საბოლოოდ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, ხო? ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ბიუჯეტი რაც მუნიციპალიტეტებშია რა აპლომბით იყენებს ამას ხელისუფლება რომ მოხმარდეს ისევ ადამიანებს და თუ ისინი იმას ამტკიცებენ რომ ადამიანების ცხოვრება გაურთულდებათ ეს სრული აბსურდი არის თუ ეს თანხები რაღაც ამოვარდება აქედან თუ ბიუჯეტიდან დამატებით შევა ეს თანხები და ამის რესურსი სავარაუდოდ არის მხოლოდ რო ავიღოთ რა უბრალოდ ისეთი მიმართულებები რომლებიც არის მაგალითად სოფლის მეურნეობაში არის ძალიან დიდი ნაწილი რომელიც შეიძლება ჩავხსნათ ხო და მიმართოთ ის თანხები რომელიც არნიშნავს რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში იხარჯება შეიძლება საერთოდ თბილისში იხარჯებოდეს გარეუბნებში ასევე შესაძლებელია ამის თუ რესურსის გამონახვა და რამე აუცილებელი არის გამონახვადია ეს რესურსი რაც შეეხება ადამიანების ცხოვრებას შეიძლება ეხლა გამომდინარე იქიდან რომ საკმაოდ დაბალია მაინც ეს გადასახადი ასე თუ ისე რაღაც ეს რადიკალური და 180 გრადუსით მას ცხოვრება არ მოატრიალოს ამ ყველაფერმა. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეფექტს იქონიებს, რადგან ეს ისე მათ დარჩება, მათ ასე თქვათ, შეხედულების მოხმარდება, შეიძლება ისე დაიხარჯოს, როგორც ეს ადამიანები იგივე მუნიციპალიტეტებში არჩევდნენ დაეხარჯათ და არა ისე, რომ ადგილობრივ წარმომადგენელმა მაგალითად თავის ახლობელს რაღაც გაარემონტებინოს, შესაბამისად ეს ეკონომიკას ყველა ვარიანტში წაადგება. შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი და რადიკალური ეფექტი არ ქონდეს ამას სიმცირის გამო, თუმცა ეფექტი კარგი იქნება. კი ბატონო, დავით, თქვენი პოზიცია ძალიან საინტერესოა, ზოგადად ფიზიკურ პირებზე ქონების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით, იმით უმეტეს, როდესაც ფისკალური სტრესი მაინც და მაინც მნიშვნელოვანი არ იქნება, როგორც მონაცემები გვაჩვენებს, რატომ არ მიდის, მაგალითად, იგივე ხელისუფლება ამ ნაბიჯზე და ამის შემდეგ უკვე გადავიდეთ იგივე ნაწილობრივ განთავისუფლებაც ძალიან საინტერესო იქნება.
კი ბატონო, იცით, მე დავეთანხმები იმას, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი ეს არ არის ბუნებრივია მარტო ფიზიკური პირების ქონების გადასახადებიდან არ ფორმირდება, ხო? აქ არის საწარმოთა ქონების გადასახადი, ეს უფრო დიდი წილია ზოგადად, ანუ გააჩნია მუნიციპალიტეტს და ბუნებრივია დამოკიდებული არის მუნიციპალიტეტზე, თუმცა არის საწარმოთა ქონების გადასახადი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში, არის DGG-ს გარკვეული ნაწილი მოემართება, ესე რომ ვთქვათ, ადგილობრივ ბიუჯეტში და ის რომ ფიზიკური პირების ქონების გადასახადს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ესე ნამდვილად არ არის. თან ახლა რეგიონები რო ავიღოთ, რეგიონებში აქამდე ყოველ შემთხვევაში ისეთი ადამიანების რიცხვი, ვინც რეგიონებში ცდებოდა 40,000 ლარს, აქამდე ეხლა შემდგომ წლებში რა იქნება სხვა ამბავია, მაგრამ აქამდე არ იყო ძალიან ბევრი, ხო? მით უმეტეს ესეთი რეგიონები, სადაც შეიძლება მოსახლეობას უფრო დაბალი შემოსავლები ჰქონდეს, იქ უფრო ცოტა არიან ისეთი ადამიანები, ვინც ამ გადასახადს იხდის ფიზიკური პირები, ვიდრე დიდ ქალაქებში. აქედან გამომდინარე, ხა არ მგონია რომ რაღაც კომპრომისი არ მოიძებნოს, თუ განსაკუთრებით მაშინ თუ დაუშვათ ზღვარის გადახედვაზე არის საუბარი, ვინაიდან ეს არ არის ერთადერთი დაფინანსების წყარო და ამასთან არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ზოგადად თუ საბაზრო ფასით დაბეგვრაზეა საუბარი და მოქალაქეები რეალური საბაზრო ფასით დაბეგრავენ ამას დეკლარაციაში, წლიდან წლამდე საბაზრო ფასები ძალიან იზრდება, ბოლო 5 წელი რო ავიღოთ და 7 წელი დიდ ქალაქებში, ბინების ფასი მაგალითად გაორმაგდა ან გასამაგდა, ხო? მარტო ეს ფაქტორი რო ავიღოთ, ხო? ყოველგვარი ესე რო ვთქვა, ზღვარის გადახედვა არ უნდა იყოს ისეთი კრიტიკული და ესე რო ვთქვა, წარმოუდგენელი. მით უმეტეს, როცა ამ ზღვარის გადახედვაზე საუბარი არის არა ყოველ წელს ბუნებრივია ან 5 წელიწადში ერთხელ, არამედ ამდენ 4 წლის შემდეგ. კი ბატონო, გარკვეული ინდექსაცია და გადახედვა ბუნებრივია ყველა ზღვარი უნდა დაექვემდებაროს გარკვეული პერიოდის შემდეგ. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გითხოთ ქონების გადასახადისგან ნაწილობრივ განთავისუფლებასთან დაკავშირებით. გულისხმობ მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ერთი საცხოვრებელი ქონება, სადაც ცხოვრობს, ხო? და ის სხვა ქონებას არ ფლობს, თუნდაც ამ მიმართულებით ამ ქონების გადასახადისგან რომ განთავისუფლდეს, რამდენიმე ქვეყანას აქვს ხოლმე შორის მსგავსი მოდელი, რომელიც საკმაოდ კარგად არის აპრობირებული. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? პირველ რიგში ალბათ ის უნდა ვთქვათ, რაზე არის საუბარი და ბუნებრივია სხვა მოდელები შეიძლება განვიხილოთ. ერთ-ერთი ალტერნატივა ამ 40,000-იანი ზღვარის და საერთოდ დაბეგვრის ამ მოდელის, რომ საბაზრო ფასიდან ვიხდით ჩვენ გარკვეულ პროცენტს, თუ ჩვენი შემოსავლები გადაცდება 40,000 ლარს, არის ის, რომ ესტონურ მოდელს განიხილავენ, ქონების გადასახადის, როცა მაგალითად ბინის და უძრავი ქონების ფლობელი იბეგრება არა საბაზრო ფასიდან, არამედ საბაზრო ამ უძრავი ქონების პროპორციული მიწის ნაკვეთიდან. მიწის ნაკვეთზე არის გარკვეული ფიქსირებული საბაზრო ოდენობა დადგენილი, ფიქსირებული ღირებულებები დადგენილი, ან განაკვეთები პირდაპირ დადგენილი და ბინის მეპატრონეს რა პროპორციული მიწაც აქვს, ესე რომ ვთქვათ, დაუშვათ მრავალბინიან სახლში, იმის მიხედვით ხდება დაბეგვრა. ეს მოდელი არსებულ მოდელთან მიმართებაში იმით არის უკეთესი, რომ ერთ-ერთ კიდე სხვა პრობლემას ფიზიკური პირის ქონების გადასახადში ეს არის საბაზრო ღირებულების დადგენა, რაც შეიძლება არ იყოს მარტივი უბრალო მოქალაქისთვის, რომ მოქალაქემ შეაფასოს უძრავი ქონება, ეს მოდელი მაგალითად ამ ესე რომ ვთქვათ, პრობლემას გარკვეულწილად აზღვევს და აგვარებს, იმიტომ რომ თუ დადგენილი იქნება რაღაცა ნორმატიული ღირებულებები ან განაკვეთები პირდაპირ, ეს ესე რომ ვთქვათ, ამის საჭიროება არ გახდება, რომ შეაფასონ. ბუნებრივია, მე საერთოდ აქ არის ორი მომენტი, ერთი ის, რომ განვითარებულ ქვეყანაში როგორ უნდა იხდიდნენ ფიზიკური პირები თუ იურიდიული პირები გადასახადებს და ყველა უნდა იხდიდეს თანაბრად. მე ამის მომხრე ვარ, მაგრამ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა ძალიან სტაბილურად იკლებს, ესე რომ ვთქვათ, წლიდან წლამდე, პირველი წელი იყო, ეხა ოფიციალური მონაცემებით, რაც ითვლება, რომ მოსახლეობა გაიზარდა, თუმცა აქაც შეიძლება კითხვები გქონდეს და რის ხარჯზე გაიზარდა, ეგ კიდე სხვა ამბავია. და ამ რეალობაში, როცა ფაქტიურად ყველა დასახლებულ პუნქტში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს და ადამიანები გადიან, ისეთი ადამიანები, რომლებსაც არასდროს არ გადაუხდიათ, მათ შორის ქონების გადასახადი, მიდიან უცხოეთში სამუშაოდ,
მე ვფიქრობ, ანუ ის მიდგომები, რაც განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში არსებობს, ეს არ უნდა იყოს აქაც. და გარკვეული შეღავათები აუცილებლად უნდა არსებობდეს. ეს შემოსავლის ზღვარი იქნება თუ რას თქვენ ბრძანეთ, რომ რაღაცა ერთი ერთეული ქონება არ დაიბეგროს, ხო? ესეთი ადამიანებისთვის ბუნებრივია შეღავათები უნდა იყოს. კი ბატონო, ბორის, აუცილებლად მინდა კითხო მოდელთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ქონების გადასახადის მოდელი, რომელიც მიბმულია საშემოსავლო ნაწილზე. ახლა ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას თუ შევხედავთ, იქ მსგავსი მიდგომა არ არის, იქ იბეგრება უშუალოდ ქონების მიხედვით, თუ რა ქონებას ფლობს ადამიანი. რამდენად სწორი გგონიათ აღნიშნული მოდელი, რომელიც ჩვენთან არის და თუ არ ვაუქმებთ მაინც და მაინც და ასე ვთქვათ, ჯიუტობს მთავრობა ამ მიმართულებით, ახალ მოდელზე გადასვლა, ევროპული მოდელი დავარქვათ, თუ გნებავთ, რამდენად უფრო მიზანშეწონილი იქნება ჩვენს რეალობაში. ნუ, ხო, მოდი და ჯერ შევხედოთ, რომ მიზანშეწონილი ჩემი ხედვით ვერ იქნება ვერანაირად, თუნდაც ახლა ესეთ მსგავს მოდელზე, რომელიც შემოსავლებზე არაა მიმაგრებული პრინციპში, იმიტომ რომ რეალურად გამოდის, რომ მაშინ თუ საერთოდ ზღვარი უნდა წაიშალოს, ხო? ესე გამოდის, თუ არ იქნება მიმაგრებული. მაშინ გამოდის, რომ აბსოლუტურად ყველას, ვისაც რაიმე სახის ქონება აქვს, მიუხედავად შემოსავლებისა, ყველას მოუწევს ამის გადახდა. ხო, თუმცა ქონებაზე გარკვეული კოტები ამ მიმართულებით არსებობს. ხო, ნუ ეს რას გავს, იცით, აი რიგი ჩნდებაო ეს კაცი როქს ჯისო და მეორე კაცის დააყენეთ იქნები მათაც საჯოსო რა რიგი არ იყოს. და ახლობით მაგას გავს, რომ რაღაცა კოტები დაწესდეს, რაღაც მოდელირება შეიცვალოს და იგივე ჩიხში შეხვიდე აბსოლუტურად, ხო? რა საჭირო არის უბრალოდ ეს ბუხალტერია ჯობია რომ გააუქმო, იმიტომ რომ არა მარტო გადასახადის სახით, ეს პირდაპირ აი მიანიშნებს საკუთრების დარღვევაზეც რა რაღაც კუთხით რო შეხედეთ, იმიტომ რომ კარგის შენობა რაღაც დიდია ესე შეხედავად და შეიძლება ჩათვალო რომ რადგანაც დიდი ამაზე გადახდა ეკუთვნოდეს ვიღაცას. ელემენტარულად მობილური ტელეფონი რო ავიღოთ, ხო იგივეა შინაარსობრივად. ეხლა წარმოიდგინეთ მაღაზიაში იყიდეთ და ვიღაცა მოდის და გეუბნება რომ შენ ყოველთვიურად ამაში ახლა ყოველთვიურად რა ყოველწლიურად თანხა მიხადე და თუ არ გადამიხდი წაგართმევ. ხო და ნუ გამოდის რომ ეს გადასახადი როგორც დემოგრაფიულ პრობლემებს აჩენს ეს რა თქმა უნდა ხუმრობით ისე საკუთრების უფლებებსაც ძალიან აშკარად არღვევს რა ამიტომ მსგავსი ცდილობები რაღაც ტექნიკური ცვლილებების შეტანა უფრო ბიუროკრატიას დიის და ბიუროკრატიულ ჩხილკედელაობას ემსგავსება ვიდრე რეალურად პრობლემის მოგვარებას შესაბამისად თუ ზღვარს მოხსნი ყველას დამეგრავ თუ რაღაცას კიდევ მოიგონებ მე თავისად კი ვარ უჩერ ხალხს და უბრალოდ ჯობია ამ შემთხვევაში იმაზე მიმუშაოთ რომ რაღაცნაირად გაუქმდეს თუ არ გაუქმდება ჯანდაბას ზღვარი მაინც აიწიოს მაქსიმალურად კი ბატონო მოდი ცოტა რეალობიდან რო ამოვიდეთ დღეის მდგომარეობით ნუ საუბრობთ რომ 20 წელია აღნიშნული ზღვარი არ ასე ვთქვათ შეცვლილა ბევრი თეორია არსებობს თქვენიც მოვისმინე ამასთან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით რამდენად რეალურია რომ მე სრულად გეთანხმებით იმ ნაწილში რომ გაუქმდეს ბევრად უკეთესი იქნება თუმცა დღეის მდგომარეობით რამდენად რეალურია რომ ფიზიკურ პირებზე გაუქმდეს ქონების გადასახადი ეგ ცოტა ესეთი კითხვა არ ვიცი რა რეალურია არ მგონია რა ვიცი თუ ელექტორალურად ხელისუფლება ქართულ ოცნებას დაჭირდება ეგ თუ ვინც იქნება ხელისუფლებაში გაუქმდება თუ არ იქნება ელექტორალურად საჭირო არ გაუქმდება ალბათ ეგაა პასუხი რეალურად ხო რა გითხრათ არ მესახება ეხლა რატომ უნდა გაუქმდეს აი მათი გადმოსახედიდან რა პრობლემას ქმნის ასეც ხო პრობლემას არ ქმნის თუმცა იგივე ამ ნაწილში მაინც და მაინც ასე ვთქვათ არსებითად ფისკალური მიმართულებით ფისკალურ შემოდინებებს არსებითად არ უსვლის ამ ნაწილში ხო ბატონ დავით თქვენთან მექნება ისევ კითხვა ძალიან ასე ვთქვათ ესპანეთი მუშაობდა სხვათა შორის სულ ახლა ხანს და ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც გვხდება მსგავსი მოდელი უცხოელების განსხვავებული დაბეგრა ქონების გადასახადის მიხედვით ამ ნაწილში როგორ ვართ ჩვენ და რა გადასახადებია უცხოელების ნაწილში უცხოელები ვინც აქ ფლობენ კი ბატონო კი იცით გაგიკვირდებათ და ანუ ბევრს გაუკვირდება ეხლა რასაც ვიტყვი კერძოდ გულისხმობ იმას რომ საქართველოში არის რეალობა რომ მეწილად შეიძლება ძალიან ბევრი უცხოელი ვინც საქართველოში ფლობს ბინას და უძრავ ქონებას პირიქით არ იხდიდეს ქონების გადასახადს მე ვამბობ ფაქტიდან გამომდინარე არ ვამბობ რომ კანონმდებლობის მიხედვით არის ერთი ნიუანსი რომ საქართველოს მოქალაქე იქნება თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება გარდა საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტებისა
ადამიანს საქართველოში რო აქ უძრავი ქონება, ეს 40,000 ლარი დაითვლება აქ მიღებული შემოსავლებიდან პლუს უცხოეთში მიღებული შემოსავლები. ანუ შემოსავლები არ არის მარტო საქართველოში მიღებული შემოსავლებზე საუბარი, ხო? 40,000 ლარს გულისხმობ. და გამომდინარე იქიდან უცხოელი, რომელმაც ბინა იყიდა დაუშვათ ბათუმში ან თბილისში ან სხვა ქალაქში კიდევ გამომდინარე იქიდან რომ მას თავის სამშობლოში მიღებული შემოსავლები რო ჩაუთვალოთ, ეხლა თითქმის გამორიცხულია რომ ესეთი უცხოელი ვინც აქ ბინას ყიდულობს, მას 40,000 ლარი მაინც არ კონდეს, ხო? თუ არა და 100,000 ლარზე მეტიც ექნებათ უმეტესობა შემთხვევაში, ხო? ანუ აქედან გამომდინარე რომ წესით მათ აქვს შემოსავლები ზღვარს ზემოთ, მაგრამ უბრალოდ შემოსავლების სამსახური ვერ ხედავს ამას, ანუ ღებულობთ საპირისპირო რეალობას, რომ ეს ხალხი პირიქით ვინც უნდა იბეგრებოდეს, ისინი არ იბეგრებიან და პირიქით ეს ამას არც არავინ არ ამოწმებდა მაინც და მაინც აქამდე და საქართველოს მოქალაქეები, ვისაც უბრალოდ შემოსავლები უჩანს საქართველოში, ანუ აქ უბრალოდ ეს ჩანს და იქ არ არის ხილული, ისინი იბეგრებიან. აი ესეთი ურთიერთსაწინააღმდეგო რეალობა გვაქვს. თუმცა შემოსავლების სამსახურმა გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული მანუალი მეთოდური მითითება, სადაც ამბობენ იმას, რომ თუ უცხოელი არ ჩააბარებს დეკლარაციას და არ აჩვენებს დეკლარაციაში, რომ მან 40,000-ზე მეტი ან 100,000 ლარზე მეტი მიიღო, ის ავტომატურად ჩაითვლება, რომ 100,000-ზე მეტი შემოსავალი აქვს და მაღალი განაკვეთით დაიბეგრება. ეს ფურცელზე არის დაწერილი, თუმცა ჩემი ინფორმაციით ამის კონტროლი და ამის შემოწმება არ მომხდარა. ეხლა უცხოელები რომ მასობრივად დაეჯარიმებინათ ბინის ქონების განსახადით არდაბეგვრაზე, არდა ჩვენ ვიცით რომ ესე ტურისტულ ადგილებში რამდენი ბინა და რამდენი ესეთი ქონება აქვს, ანუ ამას გავიგებდით აუცილებლად, ხო? ამიტომ ამ ხრივ არის ცოტა რეალობას მოწყვეტილი სიტუაცია, რომ საქართველოს მოქალაქეები იბეგრებიან რეალურად და პრაქტიკაში შეიძლება ბევრი უცხოო ქვეყნის მოქალაქე არ იხდიდეს და ერთს გეტყვით რომ უთხრან ალბათ გადაიხდიან საერთოდ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანებს აქვთ მაღალი ესე რომ ვთქვათ ცნობიერების დონე მაღალია და გადამხდელის კულტურა მაღალი არის, მაგრამ უბრალოდ რეალობაა ესეთი რომ შეიძლება უცხოელებს რო უწევდეთ ისინი არ იხდიდნენ და პირიქით ჩვენი მოქალაქეები იბეგრებოდნენ. კი ბატონო, მიწის გადასახადსაც მინდა შევეხოთ. მიწის გადასახადის შემთხვევაში როგორ არის ამ მიმართულებით და ბორის ბოლოში აუცილებლად თქვენი მოსაზრება მაინტერესებს ამ ნაწილთან დაკავშირებით და შეჯამების ნაწილი დაგვრჩება და შეჯამების ნაწილით დავასრულოთ. გისმენთ. მიწასთან დაკავშირებით, ესე იგი პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აქ არის როგორც 40,000 ლარზე შემოსავალზე ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანები, რომ არ იბეგრებიან ბინაზე, სახზე და მანქანაზე, ქონების გადასახადისგან არის ეს განთავისუფლებული. მიწაზე, ანუ ეს ზღვარი რეალურად არ მოქმედებს. თუ ფიზიკურ პირს გააჩნია მიწა საკუთრებაში, ჩავთვალოთ, რომ ზოგადად მის საკუთრებაში არსებული მიწა და მეც გეტყვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწაც, რომელსაც ეს ფიზიკური პირი უბრალოდ იყენებს და ან იჯარით აქვს აღებული ან ასე შემდეგ, იბეგრება ზოგადად ქონების გადასახადით, ეს არ არის დამოკიდებული შემოსავლის ოდენობაზე, არის რა თქმა უნდა განთავისუფლებები, რომ ფიზიკური პირი ზოგ შემთხვევაში თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადისგან, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეღავათი ეს არის თუ ოჯახს ეკუთვნოდა მიწა 2004 წლის მარტიდან მოყოლებული, ანუ იქ მიწის რეფორმა ჩატარდა და თუ იქიდან მოყოლებული 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწა ეკუთვნოდა, განთავისუფლებულია ოჯახი, ეს გადადის პირველ რიგის მემკვიდრეებზეც მათ შორის, ანუ ეს არის ერთ-ერთი მასობრივი განთავისუფლების წყარო, ანუ ეს შეღავათი. შეიძლება განთავისუფლდეს და უშუალოდ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გადაცემი მიწები კიდე შეიძლება სხვა მიწები განთავისუფლდეს, თუმცა სხვა შეღავათები არის ძალიან ესე რომ ვთქვათ ვიწრო წრეს ეხება და ესე მასობრივად არ ანთავისუფლებს, ხო? და ეს არ არის დამოკიდებული შემოსავალზე. ამიტომ ეს არის სასოფლო-სამეურნეო მიწა თუ არასასოფლო-სამეურნეო მიწა, თუ ეს შეღავათები არ გვეკუთვნის, უნდა გადავიხადოთ ქონების გადასახადით და განსაკუთრებით არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე არის ძალიან მაღალი განაკვეთები. ანუ თუ 1 ჰექტარ სასოფლო მიწაზე საშუალოდ ეს 70-დან 100 ლარამდე მერყეობს, ანუ 10,000 კვადრატულ მეტრზე, არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე შეიძლება იყოს დაახლოებით აი 2400-დან 2600 ლარამდე. ანუ დაახლოებით ესე რო ვთქვათ და პლუს ამას ემატება, ეს კიდე ერთი მომენტია, რასაც შეიძლება აქამდე არ ექცევა.
დიდი ყურადღება, რომ არა მარტო საკუთრებაში არსებული მიწა იბეგრება, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომელსაც ფლობს პირი, ან იჯარითაა აღებული, ან უკანონოდ აქვს დაკავებული და უშუალოდ შემოღობილი აქვს უბრალოდ და ეს მეორე ნაწილიც მართალი გითხრათ არასდროს არ შემოწმებულა და ამის შემოწმება რომ მოხდეს, ხო, მათ შორის ბევრი ადამიანი ფიზიკური პირი შეიძლება დაჯარიმდეს ამის გამო. კი ბატონო, ბორის, ამ ნაწილშიც მაინტერესებს თქვენი პოზიცია, იგივე საკუთრების უფლებაზე ვსაუბრობთ და მიწა განსაკუთრებით ამ ნაწილში უფრო, ასე ვთქვათ, მეტად პრიორიტეტულია. მიწა, რომელსაც შეიძლება სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით იყენებდეს ოჯახი, ამ მიმართულებითაც ქონების გადასახადის დაბეგვრა. რამდენად რელევანტურია და იგივე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, რომ აი პრიორიტეტი კეთდება ჩვენ არა, პრინციპში სახელმწიფო გუნდი საუბრობს, რომ პრიორიტეტი კეთდება იგივე სოფლის მეურნეობაზე და ასე შემდეგ. იგივე ეს მიდგომები ურთიერთგამომრიცხავი რამდენად ხომ არ არის? რა თქმა უნდა, ეგუნა მეთქვა, რომ მაგარი პრიორიტეტია ეგ. ჯერ ერთი ხელით უგზავნოდი ამ ადამიანებს მაგალითად ამ მიწის გაყიდვას. ვიცით, რომ ქართულ ფერმერებს აკრძალული აქვთ უცხოელებისთვის, უცხოელი მოქალაქეებისთვის მიწის რეალიზაცია, გაყიდვა. მეორე ხელით თუ მიწა აქვს, ბექგრაუნდზე, თუ ვერ ამუშავებს და იბეგრება და შესაბამისად დავითმა ძალიან სწორი და კარგი რაღაცა აღნიშნა წეღან, რომ ეს ადამიანები საბოლოოდ ამას მივყავართ იქ, რომ ეს ადამიანები ერიდებიან ამ მიწების გაფორმებას. რადგან არ მოუწიოთ იქ ქონების გადასახადი იმას, რომელსაც მიწის გადასახადი, რომელსაც მაგალითად არ ამუშავებს იმ მომენტში, ცდილობს რომ არ გააფორმოს, ქონდეს ისე გადადებული, სამოზებულო მიცოდეს და არ გადაიხადოს ამაზე გადასახადი. თუმცა მე როცა დგება მომენტი, რომ ამ ადამიანს უნდება ეს ქონება გაიფორმოს მაგალითად და თავის ასე თქვა დაამუშავოს თუ თავის ინტერესების მიხედვით განკარგოს, მეორე მხარე ერთვება მან და გემახსოვრებათ ალბათ 2 წლის წინ წავიდა დაჭერები ამ საკითხზე, თვითონ იუსტესის სახლის სამშობლების დააკავეს და ადამიანებიც რომლებიც ფლობელები იყვნენ ამ მიწების უკანონოდ მიწების გაფორმებისთვის რა. საბოლოო ჯამში ეს გაცილებით მძიმე წონის პრობლემა არის, ვიდრე ეს ქონების გადასახადი მე თუ მგითხავთ, იმიტომ რომ რიგ პრობლემებს აჩენს პლუს. არ შეიძლება ადამიანს რაღაცის გაყიდვას უგზავნოდე და თუ აქვს ის რაღაც და ამაზე გადასახადს თხოვდე რა, რაღაც რეკეტს ემსხვავსება უკვე ეს ყველაფერი და პლუს ამას რომ თუ ის გაიფორმა გადასახადიც უწევს და თან ამავე დროს მე იჭერ, საერთოდ აბსურდამდე მივყავართ. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა, რიგი ოპერაციული პრობლემების მოყვება ამ ყველაფერს. კი ბატონო და შეჯამებისკენ მივდივართ და ერთი საკითხიც მინდა, ასე ვთქვათ, არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ ზღვრის აწევასთან დაკავშირებით, თუმცა ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცით და გვითხრა არის ის, რომ მიმდინარე წელს ეს ზღვარი არ შეიცვლება. პირველ რიგში, ასე ვთქვათ, რა გონივრულ ვადებში შესაძლებელია, გასაგებია და ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის ასე ვთქვათ პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული, თუმცა თუ გავყვებით ტექნიკურ ნაწილს, თუ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, რა ვადაში შეიძლება ველოდოთ ამ ზღვრის გონივრულ ვადაზე აწევას და რამდენად არის ეს რეალობასთან ახლოს. იცით, ხო ნამდვილად ზუსტ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუმცა პირველად მე წელს დავინახე, რომ აი ეს აჟიოტაჟი, რაც იყო, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო თვითონ მოსახლეობაში, ძალიან ბევრი გაურკვევლობა იყო, ძირითადად ეს იყო ის ხალხი, რომელიც ალბათ პირველად გადაცდნენ. მე თითქოს მომეჩვენა, რომ პირველად რაღაცა დავინახეთ ნიშნები იმისა, რომ თითქოს და რაღაცა პირველად თქვეს, რომ შეიძლება გადაიხედოს, შეიძლება რაღაცა ოდენობამდე გაიზარდოს ეს ზღვარი. მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ აი ერთ-ერთი ოპოზიციონერი პარლამენტარს მე მგონი სამჯერ ქონდა პროექტი მომზადებული ამ ზღვარის გადახედვაზე და ძალიან ბევრი შანსი იყო, მოკლედ, აქამდე ბევრი შანსი ქონდათ, რომ ეს ზღვარი გადაეწიათ. მაგრამ ეხლა მაინც თუ ეს რეალობა დაანახებთ მათ იმას, რომ ეს ზღვარი გადასახედია, ბუნებრივია, რომ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ზუსტით არის თქმა ძნელი არის, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი, რომ არავინ არ საუბრობს რაღაც 3 და 5 წელიწადში ერთხელ გადახედვაზე, ძალიან დიდი ხანია ეს ზღვარი არსებობს და ფაქტია, რომ წელს მივიღეთ პირველად ის რეალობა, რომ არც თუ ისე მაღალ შემოსავლიანი კი არა, შეიძლება ვთქვათ, რომ საშუალოზე დაბალ შემოსავლიანი მოსახლეობაც კიდევ უკვე ცდება ამ ზღვარს და მათ უწევთ დაბეგვრა.
ამას ემატება ის, რომ ისედაც ქვეყანას აქვს სხვა ტიპის პრობლემები, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ადამიანები, ვისაც არასდროს არ გადაუხდიათ ეს გადასახადი, ისინი ტოვებენ ქვეყანას, დროებით ან ხანგრძლივად მიდიან სამუშაოდ სხვა ქვეყანაში და წარმოიდგინეთ ახლა, რომ აი ფაქტიურად 40,000-მა ლარმა ეს ფუნქცია, რასაც აქამდე ასრულებდა, რომ ბევრს აძლევდა საშუალებას, რომ არ დაებეგრა, ხო? ანუ ეს ფუნქცია რომ აღარ შეასრულოს, რა გამოვა, რომ ყველა ადამიანს მოუწევს, ხო? ანუ ფაქტიურად ყველას მოუწევს ამის გადახდა. კიდე არის რაღაც ნიუანსები, რომელიც ჩვენ არ გვითქვამს, ანუ იქ ბოლომდე რომ შეიძლება აი მაგალითად საკუთარი სახლის ეზოც დაიბეგროს, ანუ ზოგადად ცნობილია, რომ საკუთარი სახლის ეზო განთავისუფლებულია მიწა, მაგრამ მუნიციპალიტეტები არსებობს, სადაც შეიძლება 1500 კვადრატამდე იყოს განთავისუფლებული, შეიძლება 3000 კვადრატამდე იყოს ეზო განთავისუფლებული. ანუ ამ დეტალებში რო ჩავიდეთ და ბოლომდე რომ მოხდეს ამ ყველაფრის დაბეგრა, ხო, ანუ ძალიან ბევრ ადამიანს შეეხება და ეს ჩვენი რეალობის მქონე ქვეყნისთვის, სადაც ქვეყანასაც მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება და რამოდენიმე დასახლებულ პუნქტს თუ არ ჩავთვლით, მოსახლეობა იკლებს, ხო? ანუ არის ალბათ დიდი პრობლემა. ამიტომ ეს ზღვარი უნდა გადაიხედოს, ახლა ზუსტი პროგნოზის თქმა გამიჭირდება, თუმცა წლევანდელი რეალობა, რომ იგივე რიგი იდგა შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრთან და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ დააფიქრებს კანონმდებლს და ფინანსთა სამინისტროს იმ ნაწილში, რომ მათ ამ ზღვარს გადახედონ. კი ბატონო ბორის, თქვენი შეჯამება საინტერესოა. პრინციპში დავითმაც ახსენა, რომ საზოგადოება ჩვენს გამოკითხვაში ვთქვათ, რომ საზოგადოების უმრავლესობა ამ მიმართულებით როგორც მინიმუმ შესაძლებელია დღესისთვის ეს არ იყოს, ასე ვთქვათ, ტვირთი, მაგრამ იგივე პრობლემა და ბიუროკრატიული, ასე ვთქვათ, წინაღობა ნამდვილად ყველასთვის არის. აი ამ განწყობების ფონზე თქვენი მოლოდინები როგორი არის ამ ნაწილში? ნუ ამ ხელისუფლების მდგომარეობაში რაღაც პოზიტიური განწყობა ამ კუთხით არ მაქვს. თუმცა თუ არსებობს ძალები, რომლის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, ეს გადასახადი აუცილებლად გაუქმდება. მაგრამ რატომ არ მაქვს დადებითი მოლოდინები, ამაზე პასუხი ის არის, რომ რა ვიცი, მე რო ვიყო ახლა ქართული ოცნების დეპუტატი, მაგალითად, რომელსაც პარალელურად ტანსაცმლის იმპორტის ბიზნესი აქვს და გაყიდვის, ხო? არ მინდომებოდა 40,000 ლარიანი ზღვრის გაუქმება ან ზემოთ აწევა, იმიტომ რომ ის დაარტყავდა 300 ლარიან ზღვარს და ხალხი თავის შეიძენდა ამ დასაცმელს ან რაიმე სხვა ნივთებს უცხოეთიდან და ჩემი ბიზნესი ჩაიზრებოდა. შესაბამისად არ მინდომებოდა ამის აწევა. ხო, გარკვეულწილად მივდივართ, რომ დომინოს პრინციპის მიმართულებით ვართ, თუ მაგალითად ერთი მიმართულებით ზღვარს გავზრდით, ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემა გვაქვს ინფლაციის მიმართულებით, დოლარის წყვილობით, უნარის მიმართულებით და ამან აპრიორში უნდა გადახედოს ის, ანუ გარკვეულწილად ლობისტური ჯგუფების მომძლავრებაზე ვსაუბრობთ ამ ნაწილში. დღგ-ის ზღვარზე არ გვისაუბრია კიდევ 100,000 ლარზე ფაქტიურად. ხო, იგივე ზღვარს ძალიან კარგი შენიშვნა არის, კი, აბსოლუტურად, იმიტომ რომ ინფლაციის პირობებში დღგ-ის ზღვარიც 100,000 ლარია უკვე რამდენი წელი არ მახსოვს. და ძალიან დიდი ხანი. ბიზნესს აყენებს იგივე პრობლემების წინაშე, რასაც ფიზიკურ პირებს. სხვადასხვა დროს ყოფილა სხვადასხვა დღგ-ის ზღვრის გადახედვაზეც საუბარი, თუმცა ეს საუბრები სამწუხაროდ საუბრებად დარჩა დღემდე. ბატონებო, მადლობა ძალიან საინტერესო ანალიზისთვის. მგონი რომ ჩვენს მაყურებელს ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც მთავარია. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბორის სოლომონია, ფინანსისტი, გირჩის წარმომადგენელი, დავით პაპიაშვილი, კრესტონ ჯორჯიას მართველი პარტნიორი. ჩვენ საუბრობდით ქონების გადასახადთან დაკავშირებით და იმ ზღვრებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ქონების გადასახადთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ის ადამიანები და ის შინამეურნეობები, ვისი შემოსავლების 40,000 ლარს წლიურად აღემატება, ყველანი ექვემდებარებიან ქონების გადასახადით დაბეგრას. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. ფაქტორის შემდეგ 4 შაბათამდე გემშვიდობებათ, რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ.